გორის რაიონის სოფელ ერგნეთში მოზარდთა ბანაკი ფუნქციონირებს. Omgamoვლილ ბავშვებთან ფსიქოლოგის გარდა სხვადასხვა დარგში მოღვაწე ადამიანების მუშაობენ. უფროსი ჯგუფის წევრები ამჯერად ჟურნალისტიკით დაინტერესდნენ. ისინი ინტერვიუს ჩაწერის, ახალი ამბების მომზადების და სტატიის წერის პრინციპებს გაეცნენ. ეს დღე გამორჩეული ჩემთვის იმიტომ იყო, რომ ჟურნალისტიკის შესახებ ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. მაგალითად, რა არის ლიდი. კიდევ ამ შემეცნებითმა თამაშებმა ძალიან ბევრი რამ გვასწავლა ჟურნალისტიკის შესახებ, რასაც ჩვენ გავითვალისწინებთ სხვადასხვა თემების დაწერის დროს. დღევანდელი დღე ჩემთვის მართლა დასამახსოვრებელი იყო. მივიღეთ გამოცდილება, მომავალშიც ნაკლებ შეცდომას დავუშვებ. მასწავლებელი პარალელურად რომ ადვილად ჩვენ ადვილად მოეწოდებინა ჩვენთვის ინფორმაცია და გავაინტერესებინეთ როგორ უნდა ვწეროთ სტატია, საინტერესო როგორ უნდა გამოგვიდეს სტატია რა ასე ვთქვათ, როგორ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ცოდნა, რა საჭირო სტატიაში ჩასაწერად, კიდევ თან უნდა როგორ უნდა დაიწეროს სტატია, როგორ აიგოს. ბანაკს ერგნეთში უკვე მეოთხე წელია კოალიცია ქალთა პოლიტიკური ჩართულობისათვის წევრი ლია ჩლაჩიძე ხელმძღვანელობს. მისი განმარტებით ერგნეთის ბანაკის ფუნქციონირების მთავარი მიზანი 2008 წლის ომის შემდეგ სოფელში მიგრაციის საფრთხის თავიდან აცილება იქცა. ბანაკში ჯერ ერთი ყალიბდება ეს ბავშვები როგორც კოლექტივი, ბავშვები ბევრ რამეს სწავლობენ და მეორე წელია, რაც ჩვენ უტარებთ ტრენინგებს სხვადასხვა ასე ვთქვათ პროფესიაში და ეს მეხმარება და ბავშვებს ეხმარება, რომ უკეთესად შეიცნონ თავიანთი თავი, გაანალიზონ თავიანთი შესაძლებლობანი, აირჩიონ მომავალი ასე ვთქვათ ცხოვრების გეზი და პლუს ამას ეს არის მათი გართობის და დაკავების და მათთვის შემეცნების საუკეთესო საშუალება. აღნიშნული პროგრამა გორის მუნიციპალიტეტისა და ასოციაცია თანხმობას ერთობლივი მხარდაჭერით ხორციელდება. ბავშვების რაოდენობა კი 30-დან უკვე 70-მდე გაიზარდა. ისევე როგორც გასულ წლებში ერგნეთის ბანაკი წელსაც 10 სექტემბერს საზეიმო ვითარებაში დაიხურება.